2 დეკემბერი გარემოს დაბინძურების პრევენციის საერთაშორისო დღეა. ჩვენს გარემოს ნამდვილად ჭირდება დაცვა. ამ თემაზე ვისაუბრებთ საინტერესო სტუმართან ერთად. გარემოს დამცველი ექსპერტი ბატონი კახა გუჩმანიძე. მობრძანდით ბატონო კახა, დღეს სწორედ ის გახლავთ ჩვენი სტუმარი. გილოცავთ დღევანდელ დღეს აქტუალურია ყოველთვის გარემოზე ზრუნვა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა ვსაუბრობთ თითქოს დაბინძურებულია ჰაერი, გვახსოვს რამდენიმე დღის წინ გაურკვეველ ბურუსში გახვეული საქართველოს დედაქალაქი, რომელმაც მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, თითქოს ეს უდაბნოს მტვერი იყო, თითქოს რაღაც მავნე გამონაბოლქვებთან მქონდა საქმე, თუმცა მოდით დავიწყოთ ყველაზე მთავარიდან. ხო, დღეს მსოფლიო აღნიშნავს გარემოს დაბინძურების პრევენციის დღეს. სად ვართ დღეს? სად არის მსოფლიო? სად არის დაბინძურების მაჩვენებლები? როგორ უნდა ვიზრუნოთ ყოველდღიურობაში იმისათვის, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი პლანეტა? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. გამოწვევები სოფლიოში ნამდვილად არსებობს. მხოლოდ ჯანდაცვის ორგანიზაციის, სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებს რომ დავატყოთ, პრინციპში სრულიად პლანეტის 91% მოსახლეობისა ცხოვრობს გარემოში, სადაც ჰაერი, ატმოსფერული ჰაერი ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც საერთაშორისო სტანდარტები და მათ შორის ჯანდაცვის სტანდარტებით არის გათვალისწინებული, გარემოს სტანდარტებს რო თავი დავანებოთ. აქედან გამომდინარე, გამოწვევა რა თქმა უნდა არის მთელ სამყაროში, მსოფლიოს მასშტაბით, ამას არც ერთი მეცნიერი არ უარყოფს, თუმცა კონკრეტული ნაბიჯებიც ითქმება. ფაქტია ის, რომ ტექნოლოგიურმა განვითარებამ, გამოიწვია ინდუსტრიალიზაციამ თავისი დაღი დააჩნია პლანეტას, არა მდგრადმა მოხმარებამ რესურსების თავისი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა სამყაროზე, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ის უარყოფითი ქმედება არ არის ჯერ კიდევ რამაც შეიძლება რაღაც კატასტროფამდე მიიყვანოს სამყარო, თუმცა ზიანი საკმაოდ დიდია. რაც შეეხება ჰაერის დაბინძურებას, მე ჩვენი ქვეყნის მაგალითზე გავშლიდი ამ საკითხებს, რომ განვავრცობდი. მოდი დავიწყოთ იმ პარამეტრებით, რასაც ზოგადად სამინისტრო ზომავს, ეს არის ძირითადად აზოტის დიოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი, მიწისპირა ოზონი, ნახშირორჟანგი, ტყის შემცველობა, შეწონილი დისპერსიული მტვრის ნაწილაკები, ყველაზე დიდი გამოწვევა რაც ამ ეტაპზე არის და ამის მომსწრენი სულ ახლახანს ვიყავით, ეს არის PM10 და PM2.5, 2.5, რომელიც განსაკუთრებით ზუთ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობას. ეს არის დაახლოებით 2-ჯერ ან 3-ჯერ მეტი მაჩვენებელთან შედარებით, რაც კოეფიციენტთან შედარებით, რაც განსაზღვრულია ზოგადად სტანდარტი. და ეს არის სულ სამ ქალაქში თუ მაჩვენებელი სუგეთ ჩვენს რეგიონში საქართველოში. ნახეთ, უნდა ვაღიაროთ საუბარი იყო რუსთავზე, ბათუმზე და თბილისზე. დიახ. ის რაც პრინციპში ამ ბოლო პერიოდში ის რაც ბოლო პერიოდში პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ხილულად ჩანდა. მაგრამ მოდი თქვათ სიმართლე, რომ ჩვენ ფონური მონაცემები ქვეყნის მასშტაბით არ აქვს. რატო? იმიტომ რომ ავტომატური სადგური, რომელიც მუდმივ რეჟიმში ზომავს, იმდენად ცოტაა ქვეყნის მასშტაბით, ბათუმში სულ 2-ია, რომ მუდმივ რეჟიმში კონდეს, ესე ვთქვათ, მონაცემები რა ხდება ძირითად ლოკალიტეტებზე, რომლებიც გადატვირთული ტრაფიკით გამოირჩევა, პრინციპში ჩვენ არ აქვს. თუმცა შეგვიძლია ჰიპოთეტურად ვიმჯელოთ, ესე ვთქვათ, მოდელირების გამოყენებით, ესე ვთქვათ, პირობითად, რომ რა მდგომარეობა შეიძლება იყოს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით. თუმცა არსებობს არაავტომატური გაზომვები, ინდიკატორული, ეგეც კეთდება, რა თქმა უნდა, გარემოს სააგენტოს. ეს გვაძლევს კონკრეტულ პარამეტრებზე, კონკრეტულ ლოკაციებზე ცოტა უფრო მეძზე ვინემ ავტომატური საგროვები. რაც მონაცემების ფონური გვაქვს. მოდით ზოგადად განუმარტოთ ის, რაც არ არის გაჭუჭყიანება. ჩვენ შევთავაზეთ იმაზე, რომ გაჭუჭყიანება ეხება ძირითადად ატმოსფერულ ჰაერს, ეხება ნიადაგს და ეხება ზედაპირულ წყლებს, ხო? მარტო ატმოსფერულ ჰაერი ეს ბმაშია ყველაფერი ერთად და ერთმანეთთან იმდენად დიდ ბმაშია, რომ თქვენ წარმოიდგინეთ, ერთის დაბინძურება მეორეს იწევს, ერთი პარამეტრი მეორეს აუარესებს და ასე შემდეგ. ლოგიკურიც არის. აი გაჭუჭყიანება არის ის პარამეტრები, როდესაც ფიზიკური, ბიოლოგიური ან ქიმიური პარამეტრები იგივე ატმოსფერულ ჰაერში, იგივე ნიადაგში, იგივე ზღვის წყლის მაჩვენებლებში ისე შეერევა, რომელიც მისი ფიზიკური მდგომარეობას იმდენად ცვლის, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის, იხტიოფაუნისთვის, ზოგადად ნიადაგის ესე ვთქვათ, მაცხოვრებლებისთვის და ჰაბიტატებისთვის ამას იწევს
უმეტეს შემთხვევაში ძალიან კარგი შეკითხვაა, მადლობა. გარდა იმ ფაქტორებისა, რომელიც ბუნებრივად არის გამოწვეული, თქვა კოსმოსური მტვერი და ასე შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში ადამიანის საქმიანობა არის ამის გამოწვეული. კონკრეტულად რა მიმართულება მაინც? აი თქვენ წარმოვიდგინეთ რესურსები, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ. წიაღისეული საწვავი, ხო? ძირითადი წყარო და ემიტორი ამ კუთხით გამონაბოლქვი აზოტის დიოქსიდისა, გოგირდის დიოქსიდისა, თუნდაც მიწისქვეშა ოზონის ერთ-ერთი წარმოქმნელი და იგივე ნახშირორჟანგისა და ბენზოპილებისა უმეტეს შემთხვევაში არის წიაღისეული საწვავი. თუმცა მოდით ამ დინამიკასაც მივყვეთ რა პლუსები არის ამ ბოლო პერიოდში. მოგესალმებით, რომ ტყიაზე დაფუძნებული საწვავი პრინციპში უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში აღარ შემოდის. ანუ გამოწვევა, რომელიც ტყვის დაბინძურებად იყო განპირობებული, პრინციპში თუ ისტორიულ კერებს არ შევეხებით, რეალურად არ არსებობს. ან მინიმალურია. არის შემთხვევები, რომ ტყიაზე დაფუძნებული მასალები შემოდის, სათამაშოები შემოდის, არის რაღაც შემთხვევები, იგივე საღებავები, თუმცა ბენზინი და საწვავის კუთხით ეს უკვე თითქმის გამოცხადდა. 25-ჯერ შემცირდა გოგირდის შემცველობა საწვავში და შეიძლება ითქვას, რომ უკვე ძირითადი კონტრიბუტორი ამ აირის გაფრქვევისა წიაღისეული საწვავი უკვე შედარებით ნაკლებად არის. რაც შეეხება თქვა აზოტის დიოქსიდის გასაგებია და ჯამურად ეს ყველაფერი იწვევს იგივე PM2 და PM10 ნაწილაკების გაფრქვევა დისპერსიული თვისშეწონილი ნაწილაკებისა არის ის პროცესი, რაც თანახლავს არასწორ ურბანიზაციას, ქალაქის არასწორ განვითარებას, სამშენებლო პროცესს, რომელიც მიმდინარეობს არასწორად და ხშირ შემთხვევაში ქაოტურად, გულისხმობ ტექნიკურ პარამეტრებსაც, არ არის სველი წესის დამუშავება, არ არის დამჭერის ზღუდები, ბადები და ასე შემდეგ. აი აქ მინდა ჩაგეკითხოთ ბატონო კახა, ხშირად მინახავს როგორ მუშაობენ სველი მეთოდის გამოყენების გარეშე მშენებლები, იგივე ტროტუარების მოწესრიგებისას, როცა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. აი მტვერი პირდაპირ ესე იგი აზდის იქაურობას, არის ბუხის აშენა, ადამიანები მოძრაობენ. ეს ხო პირდაპირ ილექება ადამიანების ორგანიზმში, ხო? ასევე მინახავს ქუჩა მთლიანად მოდებულია ქვის მტვერით, რაც იწვევს დაბინძურებას, ხო, გარემოში. შესაბამისად მივიდივართ სწორედ იმ დაბინძურებაზე, რომელზედაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ. აქ რა გამოსავალი შეიძლება ვიპოვოთ? რეგულაციები და მისი სწორი აღსრულება, იმიტომ რომ უამრავ შემთხვევაში ხა ვინც ვიცით რა ძიმე შედეგები მოაქვს რესპირატორული და თქვათ იგივე ობსტრუქციას იწვევს ჩვენი სასუნთქებისა და შემდგომ გულის კარდიოლოგიური ვასკულარული და ასთმური ავადობების ერთ-ერთი წინაპირობა, თუმცა ხაზგაუსვებ რომ გააჩნია ექსპერტიზა რაოდენობით რა ხნის მანძილზე რამდენ ხანს ვიმყოფებით, აი ამ დეტალების გათვალისწინებით კატასტროფულად ცუდად მოქმედებს ჩვენ ჯანმრთელობაში. ჩვენ კონტროლის მექანიზმი არ გვაქვს ამ მიმართულებით, მექანიზმი გვაქვს, აღსრულება ჭირდება, მოდი თავისი რესურსი, მუდმივი მონიტორინგი, ზედამხედველობა შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების მხრიდან, რასაც ჭირდება რესურსი. მე მესმის ის იმ კუთხითაც, რომ ადამიანურ რესურსს ჭირდება ამას და მუდმივი მონიტორინგი, რაც არ არის, ესე ვთქვათ, ცეთოთ ადმინისტრირება და აღსრულება ძვირი სიამოვნება, ისევე როგორც კარგი ლანდშაფტური დაგეგმარება. კარგი გარემოს დაცვითი, ესე ვთქვათ, გარემო ჯანსაღი ეს ძვირი სიამოვნება და ამას ბუნებრივია თავის რესურსს ჭირდება, თუმცა ეს უკვე სხვა ადმინისტრების საუბარია და ეკოლოგიას ნაკლებად ეხება. მე რა მინდა ვთქვა, ჩემთვის როგორც გარემოს დამცველის ეს არის პრობლემა, რაც გარდა იმისა, რომ კონკრეტულად შეხებაში მყოფი ადამიანის ჯანმრთელობის კატასტროფულ გაუარესებას იწვევს და სხვათა შორის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი ონკოლოგიური ავადობებისა, აი სწორედ ეს ნაწილაკები, გარშემო მყოფი ადამიანები, რომლებიც გადაადგილდებიან, მათაც ძალიან დიდი პრობლემა ექნება. ბატონ გახა, ეს სველი წესისაც ვირადღირებული მეთოდია, რატომ არანაირად არ არის ვირადღირებული, ელემენტარულად ჭირდება შესაბამისი მუდმივ რეჟიმში წყლის მიწოდება და სულ ეგ არის. პირველ რიგში რომ გავიგეთ რომ არასწრელი წესით მუშაობ, მაგრამ თავად რატომ ხარ ლეთალობამდე რატომ მიდიხარ, ნიღაბი მაინც გაიკეთე, რესპირატორი გაიკეთე, რაღაც ეგ ხომ შეიძლება. შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები დღემდე ქვეყანაში ძალიან დიდი გამოწვევებია. ამიტომ ამის სწორი კონტროლი მიმდინარეობდეს მუდმივ რეჟიმში. ფიქრობ ამას ადგილ არ ექნებოდა. მე არა მხოლოდ ბათუმში, თბილისში შემოხვედრია გადავსულ ვარ ქუჩებიდან, როდესაც გავს რამე შეხედა, იმდენად რამდენად ვიცი რა კატასტროფული შედეგი შეიძლება ამას მოყვეს. თუმცა მე ძალიან გამიჭირდება გავიხსენო ევროპის რაღაც კონკრეტულ ქალაქებში და
ქვეყნებში არც თუ მცირედში ნამყოფი ვარ, მსგავსი არსად არ შემოხვედრია, იმდენად ექცევა ყურადღება სწორ საქმიანობას და ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე წინ არაფერი არ ადგას. რატო გვინდა ჩვენ ჯანსაღი გარემო? იმიტომ რომ ადამიანის ჯანმრთელობა იყოს დაცული, ხო? აი ეგ არის. თუ მათ შორის ალბათ ღირსეული სამუშაო გარემო, რომელიც იმ ადამიანების გაუცილებელია, ორივე ხელით დაგეთახა, რომლებიც არიან დაკავებული. ბატონ აი როცა ვსაუბრობთ გარემოს დაცვაზე, პირველ რიგში მომდის საბაზისო ფასეულობები, ფუნდამენტი, რაზედაც შეიძლება ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე, ჩვენს ქალაქზე, ჩვენს პლანეტაზე, ხო? აი რაც შეეხება ნაგავსაყრელს, რა ეტაპზე ვართ თქვენი ინფორმაციით ნაგავსაყრელის მშენებლობის და ექსპლუატაციაში შესვლის კუთხით და რა ზიანს აყენებს სწორედ ძველებური ნაგავსაყრელი გარემოს? მე მაგალითად პირადად, როდესაც ჩავივლი ხოლმე აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სულ თქვა მიძნელდება ისეთი ცუდი და როგორ თქვა არ მინდა ის სიტყვა გამოიყენო, ძალიან ესე იგი უხამსი სუნია, ხო? აი ენით აუწერელი და რა შეიძლება ამ კუთხით მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ქალაქს ჰქონდეს თანამედროვე ნაგავსაყრელი, რომელიც ჩემს საბაზისო მოდელია. აშენებულია ნაგავსაყრელი თანამედროვე სანიტარული ტიპის ნაგავსაყრელი, რომელიც პასუხობს ევროკავშირის ასოცირების სინქრონში შექმნილ ტექნიკურ რეგლამენტს, თუმცა ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ იყო თავიდანვე პროექტი და დღესაც ექსპერტთა ძალაში, რომ ამ ნაგავსაყრელის ახლის გახსნა ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევდა, ესე ვთქვათ, ტექნიკური დავალება არის, როგორც მე ვარ ინფორმირებული, ძველის, ესე ვთქვათ, კონსერვაციას. ერთადერთი გზა იმისა, რომ ეს ნაგავსაყრელი, რომელიც აეროპორტის გვერდით არის განლაგებული, სხვადასხვა დარღვევით, სადაც დეპონირება დღემდე დარღვევით ხდება მუნიციპალური ნარჩენებისა და მით უმეტეს ბოლო პერიოდში ქალაქში ექსპატების მატებამ გამოიწვია ის, რომ ეს ნარჩენი თითქმის ნახევარჯერ გაიზარდა 50%-ით თითქმის. ამან გამოიწვია ის, რომ ასეთი არასწორი დეპონირება საერთო ჯამში ატმოსფეროს ჰაერში გაიზარდა იმდენ მომწამლენ აირს, მათ შორის თბურ აირებს, როგორც მეთანი და სხვადასხვა ტიპის ორჟანგეულია, რომ საერთო ჯამში იწვევს ჩვენი ჯანმრთელობის გაუარესებას და გარემოს გაუარესებას. და მაშინ, როდესაც პრეტენზია გვაქვს ტურისტულ ქალაქზე, ესე ვთქვათ, სპოტი, რომელიც ძალიან აი შავი წერტი არ უნდა არსებობდეს ქალაქის ტერიტორიაზე და ერთადერთი გამოსავალი, რაც შეიძლება მიეყენებია ზიანი ნაგავსაყრელს შიდა წყლებზე, გრუნტის წყლებზე, ნიადაგზე მიყენებული და იმას ვეღარაფერს ვეღარ უშველით, ერთადერთი არის ის, რომ მოხდეს მისი კონსერვაცია, რომ ის მავნე აირები, რომლებიც წარმოიქმნება, მათი გაფრქვევა ასე არაორგანიზებულად არ ხდებოდეს და ნებისმიერ ტურისტს და ასე მაცხოვრებელს იქ ურბანისტიკა აქტიურად ვითარდება, არ კონდეს ნორმალურ ატმოსფეროს ჰაერზე წოდომა. ეხლა მოდი ვთქვათ, ეხლა როგორ ხდება დამუშავება, როგორია ეს ძველებური მეთოდი, ანუ წვავენ, ზევიდან ხდება მათი ნაგვის გასრესა, ხო, როგორც ვიცი. წვავენ მხოლოდ და ან ინსერაციაზე გადის ძირითადად სამედიცინო ნარჩენები ბათუმის ინსერატორზე, ბრენდირებულ სამონტყოფებს თავისი, ესე ვთქვათ, გარემოს დაცვითი პოლიტიკა აქვს და იმათ ფედერალურად ემსახურება თავიანთი კომპანიები, უმეტეს შემთხვევაში ამათი წვა ხდება და დანარჩენი მუნიციპალური ნარჩენი თითქოს ორგანიკით არის წარმოდგენილი 30%-ზე მეტი დამეთახვევით იმედია ამაში და მათ შორის პლასტიკი 18% სადღაც არ არის მცირე რაოდენობა, ასევე სხვადასხვა რესურსი, როგორც არის ქაღალდი და ასე შემდეგ, ხდება ღია წესი დაყრა, შემდგომ წესი და რიგით, როგორც არის გათვალისწინებული ტექნიკური რეგულაცია, უნდა მოხდეს მისი დატკეპნა, ნიადაგის გადაყრა, მისი დატკეპნა, რათა ემისია მავნე აირების იყოს ნაკლები. თუმცა ეს რო იპრესება ჩადის ნიადაგში, ჩადის, ანუ შეიძლება რამოდენიმე ვთქვათ კილომეტრზე მივიღოთ, ან მეტრზე მივიღოთ ნარჩენები. რამოდენიმე მეტრზე პრინციპში მიღებული გვაქვს უკვე დაგეთახმებით, გუნდიწყლები პრინციპში კატასტროფაა და იმას ვერანაირი რაიმე ტიპის პრევენცია უკვე თქვენ 1965 წლიდან იყრება და 1965 წლიდან იტკეპნება და თქვენ წარმოიდგინეთ თუ გავითვალისწინებთ რომ სადაც 50, 70, ახლა უკვე 100-მდე არის ყოველწლიური დებეტი წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენებისა და პლუს ამას ინეტური ნარჩენებიც ემატება, ამის გათვალისწინებით 1965 წლიდან რამდენი დაბრუნდებოდა, ხვდებით რომ კატასტროფულად დიდი ციფრებია, საშუალო დათვლით, როგორც მეცნიერებმა დათვალეს, მარტო ამ პერიოდის მანძილზე ჰაერში რამოდენიმე მილიონი ტონა მეთანი და სხვადასხვა მავნე თბური აირებია გაფრქვეული, რომელსაც ჩვენ
ჩვენს უთქავთ, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენს უთქავთ, იქვე ახლოს არსებული ურბანისტიკა ძალიან არც თუ სასიამოვნო პირობებშია, ამას ემატება იქვე ახლოს განლაგებული გამწმენდი ნაგებობა, სადაც ხშირ შემთხვევაში როგორც ჩანს კოაგულენტის მიუცემლობის ან არასწორი ფილტრაციის გამო თუ რაღაც მიზეზების გამო ხშირ შემთხვევაში ვაწყდებით სუნის ემისიას, ამიტომ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ახალი ბულვარის მხარის ურბანული განვითარება უკვე გამორიცხული იქნება, სანამ ეს ძირითადი დამფუძნებლები ამ ტემპით გაგრძელდება. რომს გაუქმდეს ამ ტერიტორიას თქვათ ექნება, ამ სარეკრეაციო გეტყვით, მხოლოდ სარეკრეაციო უახლოესი 20-25 წლის მანძილზე, რადგან იქ რაიმე ტიპის მშენებლობა ნაგავსაყრელს რაც შეეხება არის გამორიცხული, რადგან იქ ჯერ კიდევ, როდესაც მოხდება კონსერვაცია წლების მანძილზე იქნება ანაერობული გარემოში შექმნილი და ბუნებრივია მავნე აირების წარმოქმნა, ნაჟური წყლების ექსტრაქციის სისტემა ვერ გაკეთდება, უკვე ამით დაგვიანებულია პირდაპირ გეტყვით და შეუძლებელი, ერთადერთი არის ამ სისტემის გაკეთება, რასაც აირგამყვანი სისტემები ჰქვია და ამას დაჭირდება წლები, რათა საერთო ჯამში მოხდეს შესაძლებლობა იმისა, რომ იქ გარდა სკვერისა რაიმე სხვა ტიპის ურბანისტიკაზე კი ბატონო, თქვენ ახსენეთ პლასტიკი და მე ხო გამახსენდა, რომ ერთადერთი კომპანია, რომელიც იყო სტარტაპი თავის დროზე, რომელიც საკმაოდ კარგი ინიციატივით შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, როდესაც ვახარისხებით ამ ბოთლებს და გადამამუშავებელ საქმიანობას იწევდა, მოკლედ და შემდეგ სხვა პროდუქტს იღებდნენ, თუმცა ეს ერთადერთი კომპანია, რომელიც შემოვიდა და დაიხურა სამწუხაროდ, იმიტომ რომ გაკოტრდა. აი, სიმართლე გითხრათ, აი ვერ მივხვდი რა იყო ამის მთავარი მიზეზი, ალბათ მოქალაქეებისთვის შეიძლება, რომლებიც უბრალოდ იმასაც კი არ აკეთებდნენ, რომ შესაბამის უღუნდაში ჩაეყარათ ეს პლასტიკი და საბოლოო ჯამში მივიღეთ რა, რომ ისევ პლასტიკი ზედაპირზე დაგვრჩა, გადაუმუშავებელი. გარდა ამის ახალი კანონი, რომელიც შემოვა უკვე ალბათ 1 იანვრიდან, რომელიც ეხება ასევე პლასტიკს და ერთჯერადი ჭიქების თუ სხვა ნებისმიერი რაღაცების გამოყენების შეზღუდვას ემსახურება მოკლედ. აი ამ მიმართულებით რა ეს კანონი როგორ გონიათ, რამდენად შეამცირებს პლასტიკის მიმართულებით იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არის და თქვენიც მოსაზრებით ეს კომპანია რატო დაიხურა და რატო გაკოტრდა ჩვენს ქვეყანაში? გიპასუხეთ ზუსტად. პირველი ის რომ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც თავის დროზე 14 სექტემბერს თუ არ ვცდები იქნა მიღებული რამოდენიმე წლის უკან, მიღებიდან რამოდენიმე თვეში, მე მგონი რამოდენიმე შესწორება შევიდა. ტექნიკური რეგლამენტი მივიღეთ ისე, რომ არ იყო გათვალისწინებული ის ყველა რისკები, რაც უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული და ცოტა უხერხული, როცა ახალ მიღებულ ტექნიკურ რეგლამენტში რამოდენიმე ცვლილებას ნახევარი წლის მანძილზე ვაკეთებთ, ხო, ცოტა უხერხულია. ჯერ გაიზარდა მიკროა, შემდეგ შემცირდა, შემდეგ ბიოდეგრადირებაზე სხვანაირად, ეგ დეტალები ეხლა და ჩვენ ამაზე შორს წავალთ, რაც შეეხება მიდგომა უნდა იყოს ბიზნესი ამისთვის მზად პირდაპირ გეტყვით, როცა მიიღეს რეგულაციები ბიზნესი არ იყო ინფორმირებული და არ იყო ბოლომდე დამუშავებული და მზად ამისთვის, გარდა ამისა კომპანია, რომელსაც თქვენ საუბრობთ, მე ვიცი ამ კომპანიის შესახებ, დეტალური ინფორმაცია მაქვს, უმეტეს შემთხვევაში პირდაპირ გეტყვით, ყველა კომპანიის მსგავსი ტიპის ესე ვთქვა გაკოტრება ბჭყალებში არის გაპირობებული რესურსის არარსებობა, რადგან პირველი ჩვენ ხო აღნიშნეთ, რომ სადაც 17-18% ფრაქციული ნაწილი არის პლასტიკი, ძირითადად პეტბოთლები და სხვადასხვა, რომლის გადამუშავებასაც ექვემდებარა, ან რეციკლირებას ექვემდებარა. თუმცა მისი სწორი სეპარირება და მიწოდება, როგორც რესურსისა, გადამუშავებელ სექტორზე ძალიან მცირე რაოდენობით ხდება. იმიტომ, რომ პირველი ჩვენ არა გვაქვს ქვეყანაში დანერგილი და განვითარებული სეპარირებული შეგროვების სისტემა, არა გვაქვს სეპარირება ბოლომდე დანერგილი, რის გამოც ამ რესურსის, პირველადი რესურსის მიღება, ისე ვთქვათ, პირველი ლადი მიღება ნაგავსაყრელებიდან და ნაგავსაყრელამდე ძალიან რთულდება. ერთ-ერთი ვარიანტი ამის ჩამბარებლების არის ის ეგრეთ წოდებული დაამსეპარირებლები, რომლებიც უკანონოდ საქმიანობენ ბათუმის ეგრეთ წოდებულ ნაგავსაყრელზე, გონიოს პოლიგონზე. ეს ადამიანები მიუხედავად უკანონო საქმიანობისა ძალიან ჯანსაღ გარემოსდაცვით პოლიტიკას ატარებენ იმ კუთხით, რომ იმ რესურსს ქაღალდს, პლასტიკს აგროვებენ ყოველდღიურად და ისინი ნაგავსაყრელზე ახდენენ ადგილზე სეპარებას და აწოდიან. მე იმედს ვიტოვებ, რომ წლების მანძილზე ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროპის წამყვანი ქვეყნები, გადავალთ იმ სეპარებაზე, რაც ამ რესურსს უფრო იაბს და უფრო ხელმისაწვდომს გახდის. როგორი სეპარირების კულტურა საზღვარგარეთ საინტერესოა. თქვენ ალბათ ვერ ნახავთ ნორმალურ ქუჩას, სადაც რამოდენიმე ფრაქციის урна და კონტეინერი არ იყოს განთავსებული. ჩვენთანაც არის განთავსებული, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჯერტი ძალიან ცოტა და ხშირ შემთხვევაში აი მაგალითად ბულვარის ფაქტზე ყოფილა პრეტენზიები დამსვენებლებიდან, რომ მოდის ნაგამზიდი მანქანა და ამას ყველაფერს ერთად ხრის. მაშინ რა დავასეპარირებთ, ხო, თუ ეს რესურსად არ მიეწოდოს რაღაც კონკრეტულ მოქალაქეებს მოთხოვებული ის ჰქონდეთ შეგრძნება
იცება, რომ მე თუ ამას ვაკეთებ და ეს ჩემ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არის, მაშინ ამ ყველაფერს ერთად რატო ათავსებენ და სულებით გეთანხმებით, თქვენ წარმოგიდგენთ ის რაც გროვდება, გადის საზღვარგარეთ ეს პლასტიკი, იპრესება და გადის საზღვარგარეთ და შემდგომ ერთჯერადი თეფშების და ჭიქების სახით თვითონ ჩვენ მეგვიბრუნდება უკან 3-მა, 4-მა და 5-მა. როცა შეგვიძლია ეს ყველაფერი ჩვენ გავაკეთოთ. კი, რა თქმა უნდა, თუ კი სტიმულირება იქნება რეციკლირების კომპონენტისა, როგორც ბიზნეს ოპერატორებისა ქვეყნის მასშტაბით. მე მოდით ძალიან ოდნავ გროტესკულად ვიტყვი, ჩვენ ძალიან ცოტა ნაგავი გვაქვს. ჩვენი წლიური დებეტი ქვეყნის არის 1 მილიონი ტონა. ეს იმდენად მცირე ნაგავია და ნარჩენი უნდა მეთქვა. უბრალოდ სპეციალურად გროტესკში მინდა გადამეყვანა და უფრო იუმორით. რეალურად იმდენად ცოტა რომ რაიმე ტიპის დიდი ქარხნის ინსტალაციაზე იმის გათვალისწინებით რომ ეს ქვეყნის მასშტაბით არის გაბნეული მთლიანად ძალიან არარენტაბელური შეიძლება იყოს ეს ყველაფერი. თუმცა ვიღაცისთვის დიდი ბიზნესი არარენტაბელი. ამიტომ პატარა ბიზნესზე ნარჩენიც არ აქვს. ეს ერთხელ კარგიც არის, იმიტომ რომ მაგრამ არ არის იმდენი ნარჩენი არის ნამდვილად რომ გარემოს ზიანი მიაყენოს. იმდენი ნარჩენი ნამდვილად არის და ფაქტის სახეზე აყენებს, თუმცა მოდი პლასტიკს რაც შეეხება მე ყოველთვის მქონდა განსაკუთრებული დამოკიდებულება პლასტიკის მიმართ. მოდით პირდაპირ ვთქვა, რა თქმა უნდა, პლასტიკი არის პრობლემა გარემოსთვის. მე ვფიქრობ, რომ უფრო ადმინისტრების პრობლემა, ვინმე ეკოლოგიური პრობლემა, რადგან პლასტიკი დღემდე რჩება ვაღიაროთ ერთ-ერთ საუკეთესო შესაფუთ მასალა. ყველაზე ამიტომ ყველაზე საუკეთესო. ჩვენ შეგვიძლია თქვათ ამ ნაკლებად პრაქტიკული თქვათ ქაღალდის მასალა გამოიყურეთ, იგივე მუყაოკლოპტის ქაღალდი და სხვადასხვა მასალა, თუნდაც ბიოდეგრადირებული, მაგრამ გამძლეობა იმას ისეთი როგორც პლასტიკს არ გააჩნია. მე ვფიქრობ, რომ სწორი მართვის შემთხვევაში პლასტიკის როგორც ნარჩენის პრობლემა არ იქნება არც ქვეყნის და მასშტაბი. ძირითადი პრობლემა თქვენზე განვითარებულ ქვეყნებში ეგრეთ წოდებული პოლიტიკა zero waste. იქ არც ერთი პლასტიკი არ რჩება რეციკლირების გარეშე. ჩვენი ქვეყნის მაგალითზე ბუნებრივია და განვითარებადი ქვეყნების მაგალითზე. ძირითადად ხევებში, მდინარის პირას, არასწორი მოქალაქეობის პოზიციიდან გამომდინარე და წესიდან გამომდინარე, ასევე განვითარებულ ქვეყნებში პირდაპირ ზღვაში იყდება. აი თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირ შემთხვევაში თქვენ დააკვირდებოდით, რომ ჩვენ სანაპირო ზოლზე აი წვიმების და ასე შემდგომ რაღაც კონკრეტული რაოდენობით პლასტიკი და ასე შემდეგ. ხშირ შემთხვევაში როგორც ჩვენს მიერ იქნა დაფიქსირებული თურქეთის მხრიდან არის ეს ყველაფერი წამოღებული იყო შემთხვევა როდესაც არა გეგმაზომიერი არა მართებული დამოკიდებულები მთლიანად ეს მუნიციპალური ნაგავი ჩაიყარა და ნარჩენი ზღვაში და შემდგომ უკვე ნაპირგავს ნაკადებმა მოიტანეს ეს ჩვენამდე რეალურად ამ შემთხვევაში როგორც თქვენ ახსენეთ დასაწყისში ტრანსასაზრო დაბინძურება ეს ის შემთხვევა როცა ჩვენი ქვეყანა არ არის ამის ემიტორი ეს არც პლუსი არც მინუსი პლუსი იმით რომ ჩვენ ნაკლებად ემიტორი ვართ მავნეაირების, მაგრამ მინუსი იმ კუთხით რომ ესე იგი არა გვაქვს ინდუსტრიალიზაცია, თუნდაც ეს კანონი თქვენი ეძ რამდენად შეცვლის იმ რეალობას, რომელიც გვაქვს დღეს, მათ შორის აკრძალვა კანონი, რომელსაც მოყვება ბოდიში შეგაწყვეტინეთ, მოყვება სწორი ადმინისტრირება, აღსრულება და იქნება ბიზნეს კომპონენტი მზად ამისთვის, ფიქრობ ის შედეგს და ეფექტს დადებს. რაც შეეხება ბოლო პერიოდში არსებულ დაბინძურებას, ჩვენ უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია. მოდით ანალიზი გავაკეთოთ. თუ კი აქამდე მსგავსი ტიპის დაბინძურება, ატმოსფეროში როგორც რუსთავში, თბილისში იქნა დაფიქსირებული, კატასტროფულად დიდი გადაჭარბება, განსაკუთრებით დისპერსიული მტრის ნაწილაკებისა, ამის მაგალითი მაინდა-მაინც მაშინ ხომ არ იყო ყველაზე მეტი მანქანა თბილისშია, ყველაზე მეტი დამაფინც, ყველაზე მეტი მშენებლობა, ნუ ეხლა იქ ხომ არ არის რეალ. ნუ არა, შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაზე მეტი მანქანაც და მშენებლობაც ეხლა არის თბილისში. არის, მაგრამ მაშინ ეს რატომ არ იყო 1 თვის უკანაც, რატო არ იყო 2 თვის უკან, რატო არ იყო 5 თვის უკან, მაინდა-მაინც იმ დროს ხომ არ გაძლიერდა ურბანიზაცია და რამ გამოიწვია ზოგადად ურბანიზაცია რა თქმა უნდა გამომწვევი ურბანიზაცია მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა აუხსნათ მოსახლეობას რომ ეს არის უდაბნოს მტვერი ტრანსსასათო დაბინძურება მე ხომ არაერთხელ მithქვამთ თქვენს ეთერში რომ სახარის უდაბნოდან წამოღებული მტრის ნაწილაკებიდან მთელი ეს მტვერი ნაკადებით ქარის ნაკადი აღწევს ჩვენამდე რაშიც ხშირად გინახავთ რომ წვიმის შემდგომ მანქანებზე მოყვითალო ფერის ქვიშა როგორ შეიძლება მოყვითალო ფერის ქვიშა ჩვენ ქვეყანაში სადავ გვაქვს ეხლა ბათუმში რომ დავაფიქსრო ბუნებრივია ეს სახარის უდაბნოდან წამოსული ტრანსსასაცო დაბინძურების კომპონენტია და ეს არ არის რა თქმა უნდა კარგი ჯანმრთელობის შესაბამისი აკამათობთ ამით მოქალაქეები ვერ დამშვიდობიან უბრალოდ არსებობს რაიმე მექანიზმი რომელიც ამის
საწინააღმდეგოდ შეიძლება სახელმწიფომ გამოიყენოს. ვერ წარმომიდგენია რაიმე ტიპის პრევენტული ღონისძიება ამ რაოდენობით წამოსული ტრანსაზავო დაბინძურების რაიმე ფილტრაცია მოხდეს საქართველოში. ნუ აი ეგ როგორ უნდა მოხდეს ჩემთვის მე არა ვარ ინფორმირებული. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია მაინც ვერ. თუმცა ამ ეტაპზე ამას არა უბრალოდ იყო საუბარი რომ იმ დღეს თითქოს შესაძლოა სკოლები გაუქმებული იყო. აი ეგ გასაგები ამაში ბოლომდე მოყვებით, გეთანხმებით, აი თქვა სკოლის გადადება, სწავლის პროცესის რაღაცა სამსახურში კი ბატონო ამაზე მოყვებით რომ ნაკლებად ვისუდგოთ და ბუნებრივია სწორი ინფორმირება სააგენტოს მხრიდან რამდენი ხანი გაგრძელდება, ნაკადები სად გადაინაცვლებს და ასე ეს ნაკადები პირველი არ არის და როგორ გონიათ რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს აი თუ მე როგორც ვარ ინფორმირებული თითქმის დასრულებული ეს ყველაფერი ნუ ეხლა სად გადაინაცვლებს არ ვიცი ნაწილი დაილექება ბუნებრივია წვიმამაც თუ მოუსრო თავის როლს ითამაშებს და დაილექება ნუ ეს მომენტი არის თუმცა იცოდეთ რომ ღია წესით გრუნტები უმეტეს შემთხვევაში არიან ხარი ნაწილაკებით წარმოქმნილი ბატონ გახა თქვენ ახსენეთ აი სეპარაცია ხო წახალისებას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მე მინახავს რამოდენიმე ქვეყანაში სპეციალური დანადგარები სადაც ადამიანები მიიტანენ თქვათ იგივე პლასტიკის ბოთს ან სხვადასხვა თქვათ ჭურჭელს და ღებულობენ უკან თანხას აი ზუსტად ამ კომპანიაზე ვსაუბრობდით ბატონ კახასთან ერთად რომელიც გაკოტრდა სამწუხაროდ ჩვენთან საქართველოში და დღეს აღარ პოზიციონირებს ჩვენთან თქვათ სახელმწიფოს თუ შეუძლია მსგავსი პროექტების შემოთავაზება მე ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა შეუძლია მაგრამ მე ვფიქრობ უპრეანი იქნებოდა იყო რამოდენიმე ჯერ საპილოტო პროექტი რეციკლერების კომპონენტის ხელშეწყობისა მიეცა ფულადი დახმარება რეციკლების ბიზნესს რომ შეიძინათ კონკრეტული დანადგარები რომ წარმოება გაიფართოვებინათ ამან გახადა წინაპირობა შექმნა ინტერესისა რომ უკეთესად შეეგროვებინათ იყო აქციები სკოლებში კეთდებოდა კონკურსები ეძლეოდათ კონკრეტული ვაუჩერები ციგნის მაღაზიებისთვის თქვა ხალხთა მიმართებაში პლასტიკზე მაგალითად იტალიაში ძალიან კარგი წესი რომ თქვა რაღაც რაოდენობით ამ სეპარირებად ნარჩენს ფრაქციას მინა იქნება პლასტიკი ხალხი როცა აგროვებ და მიგა შეგროვებელ პუნქტში თქვა გეძლევა მუნიციპალურ ტრანსპორტზე უფასო გადაადგილების საშუალება ეს სტიმულირების კომპონენტი რა თქმა უნდა მუშაობს იმიტომ რომ პირველ რიგში გონებაში გვიჯდება თუმცა რენტაბელობა საწყის ეტაპზე მოდი შევთანხმდეთ რომ ნაკლებად ექნება. თუმცა სანამ აქამდე მივალთ უკვე ასოციაციები იქნება წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამიტომ ბუნებრივია ბიზნესიც ამაში აქტიურად შეერთება, ქვეყანამ ამ კუთხით უამრავი ტექნიკური რეგლამენტი შეიმუშავა და უკვე დაწყებული ამ კუთხით მუშაობა, რომ სწორედ იმ შესაფუთი ნარჩენის წარმოქმნელი, როგორც არის კოკა-კოლა, ნაბეღლავი, ბორჯომი და ასე შემდეგ თვითონვე შექმნიან ასოციაციებს და აფინანსებენ, რათა მოხდეს მათი ბიზნეს ოპერირების წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება, მათი შემდგომი სეპარირების, მათი შემდგომი რეციკლირების და მათი უკვე ახალი ან იგივე პროდუქტის მიღების. ისე არის საუბარი თქვათ ამ სეპარაციის და რეციკლირების გარდა თქვათ იგივე დიდმა კომპანიებმა, გიგანტებმა, რომლებიც მასიურად იყენებენ პლასტიკს, ჩაანაცვლონ რაიმე სხვა ნივთიერებით, თქვათ თუ არის თუ გსმენიათ სხვა შესაფუთი საშუალები? დიახ. ნუ მათ შორის ახლა ერთი მახსენდება მინა იდეალური მინა ძვირად ღირებულია. თუმცა იდეალური არის და არანაკლებ თქვათ მსხრევადია, რომელიც ასევე აბინძურებს გარემოს. მაგრამ ნაკლებ ბიზნეს აყენებს გარემოს, ვიდრე პლასტიკი, როგორ ფიქრობთ? და გამომდინარე რომ იხსნება ძალიან დიდი გაცილებით ნაკლებზიან საყენებს გეთახმებით, ამაში პლასტიკიც მოდი თქვათ პირობითი დათვლა. ნახეთ როგორ ამბობენ 500-დან 1000 წლამდე, ნუ ახლა 500-დან 1000 წლამდე 500 წლიანი სხვაობა ახლა მის ბოლომდე გახსნას ესე ვთქვათ ბუნებრივ გარემოში. ნუ ახლა ხო არავის არ დაგვითვლია რომ 500-1000 წლამდე ხომ არ ვიცით რომ პირობითი დათვლა. ხო ეს მეცნიერის პირობითი დათვლა სავარაუდოდ ამდენი დაჭირდება. მე წინამდე ვარ რომ ჩვენ ზღვის დაბინძურებას არ შევხვევით რომ მარილიტერი როგორც ცნობილი სპეციფიკა რომ გამოთქვა ზღვის დაბინძურება. ბუნებრივია ძირითადად ხდება პლასტიკით, ცელოფანის პარკები და ასე შემდეგ და უშუალებელი კუნძული ტეხასის ხელა კალიფორნიის ხელა კუნძულია მარტო ჩათვალეთ ამ პლასტიკის. ბუნებრივია ეს ქმნის პრობლემას არა იმით რომ ეს მაინდამაინც ზღვაში ეგრევე რაღაც განსაკუთრებულს გამოიწ არა თვითონ ზღვის უზრუნველყოფისთვის ზღვის იხტიოფაუნისთვის ქმნის იმ პრობლემას აი თქვენ მაგალითზე გეტყვით ცელოფანი რომელიც ხდება უამრავი ზღვის ბინადარი ვერ არჩევს ამას მედუზიდან ხდება მისი მოხმარება რეალურად ვერინელებს ორგანიზმს და ხდება ლეთალობა უამრავი ზღვის ფრინველი და ასე შემდეგ არა მარტო ამაში გახვეული და ეს თქვათ მომწყდეული ზღვის
ეს თქვათ ცხოველები, რომლებიც ხვდებიან აი ამ რაღაცა გარდა ზღისხმელებს პროცესი ვერ მიდის ეს ციკლზე მოქმედებს, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ჩემთვის პლასტიკის გამოწვევა არის გამოწვევა, რომელსაც სწორი ადმინისტრირება ჭირდება. აი ჩემთვის პლასტიკი ეს არის. მე ვფიქრობ, რომ იქიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ეს მავნეა, მაგრამ შევთავაზოთ, ეს არის ნავთობის პროდუქტი, მაგრამ არა ნავთობშემცველი. ანუ ნავთობის გადამუშავების ხარჯი და ასე შემდეგ მიღებული პროდუქტი, რომელიც ნავთობს არ შეიცავს, თუმცა პოლიმერებს შეიცავს, რომელსაც ხწნას რომლისაცაც ჭირდება წლები და წლები და წლები. გასაგებია, მაგრამ სწორი მართვის შემთხვევაში 4-5 ციკლზე შეგვიძლია კონკრეტული პლასტიკის გადამუშავება, შემდეგ ხარისხს გაგავს. გადამუშავება და რეალურად ეს რესურსი იყოს დაზოგილი, ეს თუ სწორი ადმინისტრირება იქნება. ამიტომ იმდენად რთული პრობლემა, როგორც ეკოლოგიური, მე ვფიქრობ, პლასტიკი არის როგორც ნიადაგის გაბინძურება, როგორც ნიადაგის ეროზია, გაცილებით დიდი პრობლემა, იმიტომ ჩვენ შევეხეთ ატმოსფეროს დაბინძურებას, წყლის დაბინძურებას, ნაწილობრივ ზღვას, მაგრამ უნდა შევეხეთ ნიადაგსაც. ყოველდღურად 1000-ობით ჰექტარი ნიადაგის განადგურება და ესე ვთქვათ, სავარგულებიდან ჩამოცილება ხდება. ჩვენ ვართ იმ პრობლემის წინაშე, რომ თუ კი ნიადაგის სწორ მენეჯმენტს არ განვახორციელებთ, რეალურად გამოკვების პრობლემის წინაშე შეიძლება თუ კი ტექნოლოგია სხვა მხრივ არ განვითარდა ამ კუთხით, იმიტომ რომ ნახეთ ქარისმიერი ეროზია, უმეტე აი თქვა თეთრი დედოფლის წყარო, ქარისმიერი ეროზია 1000-ობით ჰექტარს ანადგურებს. არასწორი მოხმარება, პესტიციდები, არეორგანული, ესე ვთქვათ, სასუქი მასალა, ჩამორეცხვა, დიფუზიური დაბინძურების წყაროები, ეს ყველაფერი ჯამურად, არასწორი მოხმარება, არასწორი ძოვებაც კი, ჯამურად თქმის იმ წინაპირობას, რომ ჩვენ ნიადაგებს სასოფლოს სამეურნეო სავარგულებს ვკარგავთ. რა წლების შემდგომ უკვე რაღაც დონეზე თუ პრობლემას დააყენებთ. ამიტომ ნიადაგი გაცილებით დიდი გამოწვევა და უფრო მეტი პროვენტული ხონცის გატარება ჭირდება. მათ ერთი ჰუმუსური ფენი ჩამოყალიბება 200 წელი ჭირდება და ჩვენ გვაქვს უამრავი ესეთი ფენა, რომელსაც რეალურად ვერ ვიყენებთ. ეს არის ფასდაუდებელი განცი. ნუ წინდატყეებშია წარმოდგენილი გასაგებია, მაგრამ ფასდაუდებელი განცი. სწორი მართვა ნიადაგის დაბინძურების კუთხით, თუნდაც ეროზიასთან, ბრძოლა ქარისმიერ ეროზიასთან, იქნება წინაპირობა მათი ნაყოფიერი ფენის და მათი ნაყოფიერი კოეფიციენტის შენარჩუნებისა. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩემი გადასახედიდან პლასტიკზე უფრო მაღალი არის ნიადაგის შენარჩუნება და ნიადაგის ნაყოფიერი ფენის კოეფიციენტის შენარჩუნება. ეს ნიადაგი ახსენეთ და თქვათ იგივე ნიადაგის სწორად გამოყენება, ხო? მოგცემ საშუალებას, რომ მომავალშიც გამოვიყენოთ, ხო? თუ ჩვენ თქვათ იგივე არახარისხიან პესტიციდებს, სასუქებს გამოვიყენებთ, ის ნიადაგი შემდეგ უვარგისი ხდება მომდენო გამოყენებისთვის, ხო? აქედან გამომდინარე სოფლის მეურნეობაში გადამწყვეტი როლი აქვს, ხო, სწორ მიდგომებს. თქვენ ახსენეთ აშენებული ნაგავსაყრელი ბატონო კახა, რომელსაც რა უშლის ხელს სწორად ვერ გავიგე იმისათვის, რომ შევიდეს ექსპლუატაციაში საინტერესო. ნუ როგორც ჩანს არის რაღაც ადმინისტრაციული საკითხები, რაც ვერ მოგვარდა, ვერ დაალაგდა სავარაუდოდ. პრინციპში აშენებულია, ნუ გამიჭირდება ალბათ აჯობებს უფრო მათ მენეჯმენტს მიმართოთ. რა თქმა უნდა, თქვენი პრეროგატივა ეს არ არის და მესმის. თუმცა ჩემთვის როგორც გარემოს დამცველი ეკოლოგიის ფაქტი არის ის, რომ დღეს ქალაქში, ჩემ მშობლიურ ქალაქში გვაქვს ნაგავსაყრელი, ესე ვთქვათ, ბათუმის გონიოს პოლიგონი, რომელიც ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი შავი წერტილი ატმოსფეროს ჰაერის დაბინძურების კუთხით და ეს არის პრობლემა. წყალის თემას მინდა შევეხო. გარკვეულ მსოფლიო პლანეტის რამოდენიმე პროცენტს, 20%-ს არ აქვს ვსვავსდები წნომა სუფთა წყალთან. 2.5 მილიარდ ადამიანი. დიახ, ეს რას ნიშნავს ჩვენთვის? პრიორიტეტია თუ არა, უბრალოდ ბენეფიტია უდაოდ, თუმცა ჩვენ როგორ შეგვიძლია მოუვაროთ წყალს? ხშირად მინახავს საჯარო სივრცეებში მოშვებული ონკანები. რამდენად სწორია ეს მოელვარე ფანტანები, რომელიც უწყვეტ წყალს გამოსცემენ, ხო? ეს გადმონაშთია რაღაც ძველი დროის, ხო? იმიტომ რომ საზღვარგარეთ ყოველთვის ონკანი ახლავს წყალს, რომ არ მოხდეს მისი, ვთქვათ, უსაფუძვლოდ გამოყენება. მოდი ამ კუთხითაც ვისაუბროთ. ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა დღემდე, თქვენ მართალი ბრძანეთ 2.5 მილიარდ ადამიანს სუფთა წყალზე პირდაპირი წესი წნომა არ აქვს. მტკნარ წყარზეა საუბარი ბუნებრივია. გარდა ამისა, არც თუ მცირე რაოდენობას, რამოდენიმე 100 მილიონ ადამიანს დაახლოებით 9 საათზე მეტი ჭირდება, რომ წყალამდე კონდეს წოდომა.
ნუ კადასტროფული მაჩვენებლებია, სოფლიოს შემუშავებულა არაერთი დირექტივა, მათ შორის გაეროს მიდის ამაზე მუშაობა, თუმცა ჩვენ ხომ ძირითადად დაბინძურების ფაქტორებს ვეხებით და თქვენის ნებართვით ზედაპირული წყლის დაბინძურების ძირითად ფაქტორებს შევეხებით. გამოდიოდა ზღვის დაბინძურება მარილიტერს, რაც ძირითადად გამომწვევია იმ ფაქტორებისა, რაც საერთო ჯამში ერთ ზიარჭურჭლის პრინციპით აისახება სხვადასხვა კომპონენტებს და პარამეტრებს. აი თქვენ წარმოიდგინეთ, დადგინდა და ჩვენი ასე ვთქვათ კვლევებით არის დადგენილი, რომ ძირითადი კონტრიბუტორი დაბინძურებისა ზედაპირული წყლების არის წყალარინების სისტემის არარსებობა. და დაახლოებით 65% ზედაპირული წყლების დაბინძურებისა მოდის სწორედ წყალარინების გაუმართავ სისტემაზე. მოგესალმებით, მაღალმთიან რეგიონებში არ არსებობს და პირდაპირ წყლით ნახმარი ურბანული წყლები ჩაედინება მდინარეებში, ამონიუმის ფოსფატის მომატებას იწვევს, ეს ყველაფერი და მათ შორის კანალიზაციის სისტემებით. კანალიზაციის არ არსებობს წყალარინება ბუნებრივია და გარდა ამისა სხვადასხვა ტიპის პათოლოგიების მოხვედრას, პათოგენების მოხვედრას. რაც ბუნებრივია ზედაპირულ წყლებზე ცუდად აისახება, რბილად რო თქვა, ცუდად აისახება, ეს ყველაფერი საერთო ჯამში ხდება ზღვაში და იწვევს სხვადასხვა გამოუსწორებელ ფაქტორებს. ეს შეიძლება იყოს ფაქტორები ისეთ როგორ მეტი პათოგენების მოხვედრა, დაბინძურება, ეუთროპიკაციასთან მისვლამდეც კი და ამის ფაქტები არაერთხელ დაფიქსირებულა. და ჩვენ და სამწუხაროდ ურბანულ ნახმარწყლებთან ერთად სამრეწველო წყლებიც თავის ესე ვთქვათ უარყოფით ბენეფიტს წარმოქმნიან ზღვისთვისაც და ზედაპირული წყლებისთვისაც. ამიტომ საბოლოო ჯამში მე ამ დაბინძურების ტიპებთან ერთად მყარი ნარჩენებიც ხშირ შემთხვევაში რადგან ნარჩენების მართვის სისტემა არ არის ბოლომდე აწყობილი და დალაგებული მაღალმთიან რეგიონებში ქვეყნის ხდება ის რომ მყარი ნარჩენიც ხდება რაც საბოლოო ჯამში ასევე ძალიან ცუდად აისახება ჩვენს ესე ვთქვათ შავ ზღვაზე. მოგეხსენებათ ევროკავშირს აქვს შემუშავებული საბანაო წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების პარამეტრები, ჩარჩო კონვენციები წყლის დაცვის და ასე შემდგომ, ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს არის ბუქარესტის კონვენციის, შავი ზღვის დაცვის ბუქარესტის კონვენციის მხარე, რომელიც არაერთ ვალდებულებას გვანიჭებს და გარდა ამისა, შავი ზღვის სტრატეგიული განვითარების, ესე ვთქვათ, პროგრამის ნაწილი, ესე ვთქვათ, სტრატეგიის ნაწილი და მხარე, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა პრევენტული ხუნზე უნდა გატარდეს იმისთვის, რომ გრადი მოხმარება მოხდეს შავი ზღვის რესურსების და გარდა ამის და დაბინძურებასთან გეგმიური და ესე ვთქვათ ბრძოლა მათ შორის დიფუზიურ წყაროებთან, მათ შორის წერტილოვან წყაროებთან და ესე წყაროები ბუნებრივია ზღვაში არსებობს. მიღებული ესე ვთქვათ სტანდარტების თანახმად ევროკავშირმა თუ კი ადრე 19 კომპონენტზე აკეთებდა და უფრო მეტზე სწორებას დღეს თქვა რომ ძირითადი მათი მაჩვენებელი არის ესე ვთქვათ სხვადასხვა ტიპის პათოგენური და განსაკუთრებით ნაწლავური ჩხილები. სხვათა შორის ჩვენი ქვეყანაც, მათ შორის რეგიონშიც, ეთება სტაფილოკოკებზე, ენტეროკოკებზე, სალმონელა ჩხილზე, ბიოლოგიური და ჟანგბადის მოხმარებას და ქიმიურზე, ან ესეც სინჯების აღება და ასევე ხდება სხვადასხვა პათოგენების შესწავლა რა ხდება ზღვაში ამ კუთხით. უმეტეს შემთხვევაში რა პარამეტრებზეც ხდება გაზომა ძალიან იშვიათად დაფიქსირდა გადაჭარბება. რატომ? იმიტომ რომ ბოლო პერიოდში გატარდა ძალიან ბევრი და მასიური ღონისძიება იქეთკენ რომ დაბინძურების ძირითადი წყაროები შემცირებულიყო. მათ შორის ბათუმის წყალარინება. საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ რო ავიღოთ მონაცემები უკანასკნელი 10 წლის მანძილზე მთლიანად ქალაქი დაერთებულია წყალარინების სისტემაზე და ეს ამ წყლების ურბანული წყლების გაუფილტრავი და გაუმუშავებელი შესვლა ზღვაში აღარ ხდება. ანუ ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელი რაც იყო აღმოფხვილია. თუმცა არის სამრეწველო ფაქტორები, არის ნავთობპროდუქტების დაბინძურება. მოდით ვაღიაროთ ხშირ შემთხვევაში გემები და ნაცხადება დაბინძურება, მათ შორის ბალასტური წყლები, თქვათ არანაკლებ ზიანს აყენებს ინვაზიური სახეობის შემოყვანა, რომელიც ჩვენს ენდემს ჩაგლავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შავი ზღვა არის და მიმდებარე ტერიტორია ის ძირითადი ყველაზე მოწყვლადი ზღვა, რადგან ოკეანესთან ნაკლები წყალცვლის რეჟიმი გააჩნია, მინიმალური და აქედან ბოსფორის სრუტი ძალიან მინიმალური წყალცვლის რეჟიმი გააჩნია და აქედან ძალიან მოწყვლადია და სხვადასხვა სპეციფიკაციებიდან გამომდინარე. თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ორთონოგრაფიული ის ძაბრი გადამფრენი ძირითადი ესე ვთქვათ გზის კვეთა ხდება ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ზღვის, ასევე მათი
მიმდებარე ტერიტორიის სისუფთავის შენარჩუნებას ეს მოგეხსენება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია გადამფრენებულად მიგრაციული გზებისთვის. აქედან გამომდინარე ზღვის დაბინძურება ჩვენთვის დღემდე გამოწვევად რჩება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში დაბინძურებული ზღვა აისახება ჩვენს კბების ჯაჭვზე, იმიტომ რომ ბუნებრივად დაბინძურებული პარამეტრები გადადის თევზებში და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ჩვენს კბების ჯაჭვზე. ისე მოხდა რომ ბოდიში ნიკო ეს რკალი რომ შავი ზღვის აუზის ქვეყნებს გულისხმობ, ხო? რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, საქართველო, ხო? ეს ქვეყნები ახლა რამდენად ძლიერები არიან იმ კუთხით, რომ ვთქვათ იზრუნონ ზღვის და ეკოლოგიის უსაფრთხოებას. ჩვენ ხედავთ, რომ გამძინვარებული ომია, ხო? იქეთ უკრაინასა და რუსეთს შორის კრიზისია, იქეთ ახლა რუმინეთი და ბულგარეთი ნამდვილად არ არიან მოწინავე ევროკავშირის ქვეყნები ამ კუთხით, თურქეთი რა დონეზე ამ ყველაფერზე რო ვისაუბროთ, საინტერესოა მათი გამოცდილება, ხო? მე დაგეთანხმებით თქვენ აბსოლუტურად სწორი ფორმულების შეკითხვის, რამდენად ზრუნავ. აი უკანასკნელი საომარი პირობები, ის მდგომარეობა რაც უკრაინაში იყო, კახოვსკის ეკოციდი რაც მოხდა, ბუნებრივია, მოხდა დაბინძურება, ეკოციდი იყო პრინციპში, მოხდა დაბინძურება ზღვისა და საბოლოო ჯამში მთლიან ზღვაზე ეს აისახა. არაერთი შემთხვევა ყოფილა სტამბულის მიმდებარე ეუთროპაკეთის ფაქტებისა და ეს წინა წელს მე მგონი თვალნათლივ ვიხილეთ რა მდგომარეობა იყო ზღვასთან მიმართებაში. რამდენად კარგად მართავს ამას რუსეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ნუ მართალი გითხრათ ვერ გეტყვით, მაგრამ მაინც ნახეთ ჩვენი ქვეყნის მაგალითზე. არის ზღვის კონკრეტული მონაკვეთები, სადაც ვთქვათ აზოტის შემცველობა მატულობს, სხვადასხვა ამონიუმის, ფოსფატი, ასე შემდეგ. არის შემთხვევები, სადაც მძიმე მეტალებია უფრო მეტი, რადგან რაღაც დონეზე მრეწველობა უფრო აქტიურად არის წარმოდგენილი და ეს თავის ზეგავლენას ახდენს, თუმცა მასშტაბი არის იმდენად არამნიშვნელოვანი, რომ გადაჭარბებას არ აქვს, ესე ვთქვათ, დროში გახანგრძლივებული ადგილი. ანუ არ არის იმდენად გახანგრძლივებული ეს ხშირ შემთხვევაში დაბინძურება, რომ ამ პარამეტრებმა, რა თქმა უნდა, აჭარბებს. გავიგეთ, ეს მისაღებია, მაგრამ ამ პარამეტრებმა რაღაც გამოუსწორებელი ზიანი იხტიო ფაუნას. აი ეს მომენტი არ და საბანო წყლის ხარისხობა ჩვენებენ ისე შეიცვალოს, რომ ჩვენთვის ბანაობა იყოს ძალიან ბოლო კითხვა მინდა კითხოთ პარემ რახან წყალს ვეხებით, აი როგორ რამდენად ჯანსაღ წყალს ვსვავთ ჩვენ ამ შემთხვევაში ბათუმზე გავაკეთოთ აქცენტი და აჭარაზე და რამდენად ჯანსაღია და არის თუ არა აქ სტანდარტები ასე ვთქვათ დარღვეული. 26,060 მდინარეა საქართველოს წარმოდგენილი. ამათი 70% არის დასავლეთ საქართველოში, არაბალანსირება და განაწილებაა ვაღიაროთ. ეს ზედაპირული წყლები იმდენად ბლომათა გვაქვს, რომ ჩვენ წყლის პრობლემა მოხმარების და მიღების არ გვაქვს, როგორც სოფლიოს უმეტეს ქვეყანას. ჩვენ ეს პრობლემა არ გვაქვს, ბუნებრივად წყალიანების შესაბამის სისტემით ეს იფილტრება და გაფილტრული წყალი უკვე მოგვეწოდება და თუმცა საუბარი იყო იმ ძველ ვთქვათ წყლის სისტემებზე, რომლებიც დროთა განმავლობაში უნდა გამოიცვალოს. სოფლებსა და მაღალმთიან აჭარას ეს სისტემებით არ მიეწოდება და პრინციპში პირდაპირ წესით მიეწოდება, რაც არ არის სწორი და რაც იდეაში შეიძლება იყოს გამოწვევის სხვადასხვა. მადლობა უღმესი სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. ახლა გუჩმანიძე გახდათ ჩვენი სტუმარი გარემოს დამცველი.